გამარჯობა, ეს არის ერენი, ამიტომ მე მინდა ვისაუბრო ანიმატივიჯიზე, კერძოდ visual design-ზე. თავდაპირველად საიტს ჰქონდა ასეთი დიზაინი, ზემოთ არის სლაიდერი, რომელიც ახლა ბოლომდე არ ჩაიტვირთა და სამწუხაროდ ცუდა აჩვენებს, მაგრამ თავი დროზე საკმაოდ ლამაზი იყო. სლაიდერ თავზე აქვს საიტის მენიუ, ხოლო ქვემოთ არის კიდევ ორი სლაიდერი, რომელიც აჩვენებს ქართულად და რუსულად გახმოვანებულ ანიმეებს. შემდეგ არის ბოლოს გახმოვანებული 20 ანიმე და ახალი მანგები. შესაძლებელი იყო რომ გადაგერთო ერთმანეთზე და ნახავდი, რომელსაც მოისურვებდი, ხოლო საიტის სიახლეს ვიდეო ასეთი არის. ნაჩვენები არის სერიების რაოდენობა და ენა. თუ მაუს ახლოს მიიტანა, ნაჩვენები არის მოკლე აღწერა, ნახვები, სახელი, წელი, გამოსვლის თარიღი და კომენტარები და ასევე კატეგორიაც. ეს არის სრული გვერდი, სადაც ჩაუფონზე ანიმე სკრინი უნდა იყოს, მაგრამ არ არის. ქვემოთ არის ანიმეს კადრები, რომლებსაც არ აჩვენებს, იმიტომ რომ ვერ ჩაიტვირთა და სულ ქვემოთ არის კომენტარები. ეს დიზაინი იყო საიტზე 2016 წლის დეკემბერში და არც ისე დიდხანს იყო. მომდევნო არის ჩვენი საიტის წინა დიზაინი, რომელიც ახლახან შეიცვალა. ზემოთ ლამაზი მენიუ და მოძალავის ტრიქონი, რომელიც ახლა რატომღაც არ მუშაობს და არ მოძრაობს და ლამაზი ფონი. ზემოთა ქართულად დუბლირებული ანიმეები, ნაჩვენებია სახელი და სერია. მარჯვნივ არის ღილაკი, მარჯვენა ზემოთ ამღარის, რომელთანაც მიიტან მაუს და ნაჩვენები არის დამატებითი ინფორმაცია. ბოლოში მწვანე შინაარსი, ხოლო სულ ბოლოში ანიმეპედია და ამბები. ასეთია მასალის სრული გვერდი, ქვემოთ ფლეერი და კომენტარები. საიტის ახლანდელი დიზაინის მშვენებას არ ვაპირებ, რადგან შეგიძლიათ რომ საიტზე შეხვიდეთ და თვითონვე ნახოთ. უნდა ითქვას რომ ჯერჯერობით ბეტა ტესტირებაში არის და ბოლომდე არ არის დასრულებული, ანუ სატესტო ვერსია და შესაძლებელია რამე პრობლემა შეიქმნას, შესაძლებელია ზოგან რუსულად იყოს, შესაძლებელია სხვა პრობლემები შეიქმნას, მაგრამ ძალიან მალე გამოსწორდება. იმისთვის რომ ესენი თქვენ თვითონვე იხილოთ, საიტის ლინკი ახლა ეკრანზე გამოჩნდება. და თქვენ გადახვალთ მივთითებთ ანიმატივიჯის და თვითონვე ერჩევთ თარიღს, მონიშნული იქნება რომელ თარიღებში არის შენახული ეს ყველაფერი. მე კი აქ დაგემშვიდობებით, ეს იყო ერენი, ყველას მომრჩევლად რამდენი ნახვამდის.